მინდა მიულოცო დავით ბაქრაძეს პირველ დემოკრატიულ პრაიმერიში გამარჯვება საქართველოს პოლიტიკური პარტიების ისტორიაში, ისევე როგორც ყველა მონაწილეს ამ პრაიმერისის, მათ შორის პრეზიდენტობის კანდიდატებს, იმიტომ რომ დონე პოლიტიკური დებატების იყო ძალიან მაღალი. ამან საერთოდ შეუწყო მე ვფიქრობ ჩვენი პოლიტიკური კულტურის დასხელი ძალიან და ჩვენ როგორც არასდროს უნდა დავირაზმოთ ახლა ჩვენი საერთო კანდიდატის გარშემო, იმიტომ რომ ეს არის სისტემა, რომელზეც ძალიან ბევრწილად იქნება დამოკიდებული საქართველოს შემდგომი წლების განვითარება, ჩვენი ერის წინსვლა. ძალიან კარგი კანდიდატი ყავს და მას სჭირდება ძალიან სერიოზული მხარდაჭერა. მეორე საკითხი თქვენ იცით რომ ჩვენ გვესწრება აქ თენგის გუნავა და დღეს მე მოვისმინე საპარლამენტო უმრავლესობების განცხადებები იმის თაობაზე რომ თენგის გუნავა თურმე არ უნდა გამოგვეშვათ ციხიდან. უნდა კარგად გვესმოდეთ რომ ყველა მიცის, თელმა საქართველოს მიცის და უკვე საერთაშორისო თანამდებობაც გაუგო და აღიარეს საქართველოს პოლიციამ პროკურატურამ რომ თენგის გუნავას შეუგდეს ნარკოტიკები და იარაღი. ეს პოლიციელები ფორმალურად განთავისუფლდნენ თავის თანამდებობიდან, მაგრამ თელმა საქართველოს მიცის რომ იყო გამოცემული ძალება რომ გუნავა ნებისმიერ ფასად დაეჭირათ. ხან ერთის შეუგდეს ნარკოტიკები იარაღი, არაფერი არ გამოუვიდათ, იმიტომ რომ ექსპერტიზამ არ დაადასტურა. ამის შემდეგ ექსპერტიზის უფროსი მოხსნეს იმის გამო რომ გუნავა ვერ გაამტყუნეს. ამის შემდეგ მეორე საქმე შეუგდეს, რომელზეც ვერაფერი ვერ დაუდასტურეს, მერე შეუგდეს მესამე საქმე ბენზინის ტალონებზე და ოპერატიულ ხარჯებზე. იმ ადამიანს, რომელსაც გადაარჩინა რამდენიმე ასეული მილიონი დოლარის ღირებულების ჩვენი სასაზღვრო კატარღები და სენატის სამხედრო ბაზა და ჩემი პირადი დავალებით აუფეთქა ბუკი, რომელიც რუსებს გაქონდათ და ამ ადამიანის გარეთ გაშვებას საპარლამენტო უმრავლესობა უწოდებს, რომ აი პრეზიდენტმა დაამტკიცა მორიგჯერზე რომ გიჟია და არის მომატებული საფრთხის წყარო. ციტირებ მათ. ეს არის ის პარლამენტი, რომელმაც გაუშვა და შეიწყალა ჩვენი მიუხედავად დიდი და თქვენი დიდი მცდელობისა და ჩემი მცდელობისა. პედოფილები და დღე არ გავა რომ მცირეწლოვათა მიმართ სექსუალური ძალადობა არ განხორციელდეს. რამდენიმე დღის წინ შემთხვევა იყო ბათუმში, კახეთში იყო თუ არ ვიცი 5 თუ 6 შემთხვევა. გამოუშვა უამრავი რაოდენობის კვლელი გარეთ. ეს ის პარლამენტია, რომელმაც გამოუშვა წარმოუდგენელი რაოდენობის ნარკობარიგები და ჩვენ სადარბაზოებში შპრიცები მე მგონი უკვე ჩაოლემოვლენად იქცა. და ეს პარლამენტი ლაპარაკობს ვინმეს მიერ საფრთხის შექმნაზე. სინდისიც ხო რაღაცას ნიშნავს. მე ვფიქრობ თენგის გუნავას გამოშვება ეს რა თქმა უნდა სამართლებრივი კი არ იყო, ხო, სამართლიანი იყო. მისი დაჭერა იყო დიდი უსამართლობა და იმ არასამთავრობო ორგანიზაციები, რომელიც ამაზე ახლა ზოგიერთი 1-2 მათგანი პროტესტს გამოთქვას, ერთხელ არ მოუღიათ ხმა იმ უკანონობაზე, რომელიც თვეების განმავლობაში ხდებოდა ამ პატიოსანი ადამიანის მიმართ. ამიტომ ის რაც ერთნიშნოვანია, რომ მან უნდა გააგრძელოს თავის ფუნქციების შესრულება როგორც სამეგრელო ზემოსვანეთის წმუნებულმა გუბერნატორმა, იმიტომ რომ ჩვენ არ უნდა მიცეთ საშუალება, რომ არც ერთი ადამიანი უხსამართლო მოხსნან, დაიჭირონ, დაჩაგრონ, ხოლმე იმის გამო, რომ თვალში არ მოსდით ამ შემთხვევაში მისი პატიოსნება, წესიერება და პრინციპულობა. დღეს ნახეთ, რაც მოხდა პროცესზე. მე შევხვდი გენერალ კალანდაძეს, თავიდანვე სრულიად ნათელი იყო, რომ ეს პროცესი იყო თეთრი ძაფით ნაკერი. ხო, ეს ყველა ვიცით. და მე ვხედავ უკვე დარწმენის ნოტებს ხედავ. მათ შორის პარლამენტარების მხრიდან, ზოგიერთ პოლიტიკოსების მხრიდან, რაღაც ნაწილის მხრიდან დარწმენას, რაღაც ნაწილის მხრიდან სრულ უტიპრობას. მაგრამ კარგია რომ დარწმენი ნაწილიც არსებობს. მე მგონი საზოგადოებას ყველაფერს ხედავს და საზოგადოება თავის დასკვნებს გააკეთებს. საბოლოო ჯამში ბევრი ტყუილი და ბევრი მითი ინგრევა. თქვენ იცით რომ გუშინ წინ საქართველოში გაიმართა დიდი შეკრება პრეზიდენტ ილჰამ ალიევის ოპონენტების, რომელიც აქ ჩამოვიდნენ მოსკოვიდან. პოლიტიკური აქტიურობის უფლება ყველას აქვს, ჩვენ დემოკრატიული თავისუფალი ქვეყანა ვართ, მაგრამ ეს კონკრეტული ადამიანები ძალიან კარგად ვიცით, რომ იმართება რუსეთის ფედერაციის უშუალო პოლიტიკური ხელმძღვანელობის მიერ, ფინანსდება მათ მიერ, შემოგდებულია მათ მიერ და იმ
იმ კონკრეტული ბიზნით, რომ აზერბაიჯანში პოლიტიკური სტაბილურობა არ გაგრძელდეს. აზერბაიჯანის პოლიტიკური სტაბილურობა არის საქართველოს პოლიტიკური სტაბილურობის საწინდარი. საქართველო არის პატარა დელიკატურ მდგომარეობაში ყოფი ქვეყანა. ჩვენ გვყავს მეზობელი სომხეთი, მეზობელი აზერბაიჯანი. მე ვფიქრობ, რომ ჩვენი ტერიტორია არ უნდა იქნას გამოყენებული რაიმე სახის პოლიტიკური манипуляციებისთვის ჩვენი მეზობლების წინააღმდეგ. ჩვენ უნდა ვიყოთ ძალიან ფრთხილები ამ საკითხში. ერთხელ ჩვენ პოლიტიკურ თავისუფლად ქვეყანა ვართ და ყველა ადამიანს შეუძლია აზრის გამოთქმა, მაგრამ წარმოიდგინეთ, რომ ეხლა იმ ქვეყნებად აქციონ თავის ტერიტორია რაღაც საქმის პოლიტიკური აქტიურობის მით უმეტეს სხვა ქვეყნებთან ინსპირირებული ჩვენ წინააღმდეგ. ხო არ მოგვეწონება ეს. არც ერთ პოლიტიკური ძალის წარმოადგენს. აზერბაიჯანთან ურთიერთობა, ისე როგორც სომხეთთან ურთიერთობა, თურქეთთან ურთიერთობა არის უკიდურესად დელიკატური თემა საქართველოსთვის. და ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ჩვენ გაუფრთხილდეთ ამ ურთიერთობებს. ბევრი რაღაცა დაზარალდა ბოლო თვეებში. თქვენ იცით, რომ საქართველოში დაფიქსირდა ეკონომიკური სტაგნაცია, ჩვენ წინა თვეებში, ესე იგი ადგილზე ტკეპნა და ამ თვეში დაფიქსირდა ეკონომიკური რეცესია, ესე იგი უკან წასვლა. დღეს დავით ბაქრაძეს ჰქონდა ძალიან ზუსტი გამოსვლა, ძალიან სწორად აღნიშნა, რაც მე მოხდა ყველაზე მეტად ასე ყურში, რომ გაოცება იმითი, რომ თავრობა ამას არ იმჩნევს უბრალოდ. და მე ვფიქრობ, ეს პირდაპირ შედეგია იმისა, რასაც ჩვენ ბოლო თვეებში ვლაპარაკობთ, თავრობაში ხალხი დაინიშნა ნათესაური, ნაცნობ მეგობრობის, ნათელმირონობის პრინციპით და არაკომპეტენტურობის პრინციპით. ნეპოტიზმის პირდაპირ შედეგია არაკომპეტენტურობა ეკონომიკური გადაწყვეტილებების. თავარი ის კი არა, რომ პრობლემა არის. თავარია, რომ ამას არ იმჩნევდა, ამას ყველაფერს ან წარსულს აბრალებ, ან საერთოდ უარყოფ. ამას ყოველი საქართველოს მაცხოვრებელი გზნობს ყოველდღიურად თავის თავზე, თავის შემოსავლებზე, თავის შვილებზე, თავის მშობლებზე. ძალიან კარგი წერილი იყო ზურაბ ჯაფარიძის ამ თემას დაკავშირებით. მე არა ვარ დარწმუნებული, რომ ამ ხელად ასეთ ხმა წერილს ჩვენ მთავრობაში უნდა წაიკითხავს. მაგრამ ერთი რამე სრულიად ნათელია, რომ მიზეზები ჩვენ გარშემო რომ საქართველოს ესე ცუდად ვითარდებოდა და 11%-იანი პროექტირებოს და ჩამოვარდეთ ნულის ქვემოთ არ არსებობს. პალიკო კუპლაშვილის წინვალი გამოსვლა იყო ამაზე გუშინ პარლამენტში. სომხეთსაც კი აქვს 5%-იანი და რომელსაც არ აქვს სახელმწიფო მდგომარეობა კომუნიკაციების პროცესის წლევანდელ წელს. პრაქტიკულად ისეთ შტაბეჭდება რომ მთავრობამ ჩამოკრა ხელი სტოპკრანს და ჩვენი ეკონომიკის მატარებელი გადავიდა ლიანდაგებიდან. სხვანაირად ასეთი სწრაფი შეჩერება ეკონომიკური ზრდის არის წარმოუდგენელი. ამიტომ მე უჭერ მხარს შემდეგი პრეზიდენტის საქართველოს ინიციატივას, რომ გამართოს დიალოგი მოქმედ პრემიერ-მინისტრთან ამ საკითხებზე. იმიტომ რომ ეს ჩვენ ყველას ინტერესშია, რომ ეს მატარებელი დაბრუნდეს ლიანდაგზე. თუნდაც ნელა იმოძრავოს, იმიტომ რომ ჩქარა ამ მემანქანის საყვანა არ შეუძლია, ნამდვილად ვიცით. მაგრამ სტოპკრანით დავადოთ პლომბი, რომ მეტი აღარასოდეს აღარ ჩამოკრა ხელი. გაჩერებულია თბილისის შემოვლების პროექტი, გაჩერებულია ლაზიკის პორტი, გაჩერებულია შენელებულია მკვეთრად წელს უნდა დამთავრებულიყო სვანეთის დიდი კურორტის შენებლობა, შენელებულია სხვა დიდი ინფრასტრუქტურული პროექტები, მოკლეს როიალ კარიბიანის ახალი პორტის პროექტი ბათუმში. უამრავი პროექტები სპეციალურად აი მართლა სტოპკრანის მეთოდით მოკლეს. და სტოპკრანის ჩამოკაჩვა მიწის ლიანდაგებიდან გადასვლა, რაც მოხდა კიდევაც.